ეფეს საქართველოს მცხეთის სატყეო უბნის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. ხების დარგვის პროცესში, რომელიც გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ჩაერთვნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად. მნიშვნელოვანი არის, რომ ეფეს საქართველოს ტყის მეგობრის პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივადიან მოვლაზეც იზრუნებს. ირაკლი მოდებაძე მოგვემზადა თემაზე სიუჟეტი და ვნახოთ მის მომზადებული ვიდეოსტრია. ეფეს საქართველოს მცხეთის სატყეო უბნის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები დაიწყო. ხეების დარგვის პროცესში, რომელიც გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა, ჩაერთვნენ კომპანიის თანამშრომლები, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და მედიის წარმომადგენლებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ეფეს საქართველოს ტყის მეგობრის პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივადიან მოვლაზეც იზრუნებს. სწორედ გარემოზე კომპანიის ზეგავლენის შესამცირებლად ეფეს საქართველოს პირველი კომპანია იყო, რომელიც 2023 წელს ჩაერთო საქართველოს ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პროგრამაში ტყის მეგობარი. კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ბრენდმა FS Special თიანეთის სატყეო უბნის სიმონიანთხევის კვარტალში მდებარე 12 ჰექტარი ტყის განახლებაზე ზრუნვა და ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები ამავე წელს დაიწყო. პროექტის შედეგად გაიხარებს 36000 ხე, შემცირდება სათბური აირების ემისია. მნიშვნელოვანია, რომ FS საქართველოს პროგრამის ფარგლებში აღდგენილი ფართობის ხანგრძლივადიან მოვლაზეც იზრუნებს. მოხალისეობრივი პლატფორმა ტყის მეგობარი ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ჩვენი პარტნიორების ხარდაჭერით 2023 წელს დაფუძნდა, მას შემდეგ ბევრი მოხალისე, ბევრი პარტნიორი შევიძინეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გახლავთ, მომზადდა უნიკალური ტყის გაშენების პროექტი ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდზე და გვიხარია, რომ დღეს პირველი ტყის მეგობრის ტყის ნაკვეთი გაჩნდა ამ ტერიტორიებზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს სამუშაოები კიდევ უფრო ფართო ხასიათს მიიღებს. ჩვენ პირველი კომპანია ვართ, რომელიც ჩავერთეთ ეროვნული სატყეო სააგენტოს პროგრამაში, რომელიც არის მოხალისეობრივი პლატფორმა ტყის მეგობარი და 2023 წელს დავიწყეთ თანამშრომლობა. ჩვენმა ბრენდმა FS Special-მა დააფინანსა 12 ჰექტარი ტყის აღდგენა თიანეთში სიონის ტბასთან. და ამ პროექტის შედეგად ველოდებით, რომ დაახლოებით 5 წლის განმავლობაში აღდგება 36000 ხე და ახლა უკვე წელს გავაფორმეთ ახალი მემორანდუმი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან, რომელიც გულისხმობს ახალ პროექტს და ეს არის მცხეთის სატყეო უბნის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის განახლება. წელს ეფეს საქართველოსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის მორიგი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ლუდი FS Special სააგენტოსთან თანამშრომლობით განაგრძობს საქართველოს ტყეებზე ზრუნვას და 2025 წელს მცხეთის სატყეო უბნის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობის 3000 კვადრატულ მეტრამდე ფართობის აღდგენა განაშენიანებას შეუდგება. პროექტის ფარგლებში აღდგება არსებული ეკოსისტემა და დედაქალაქთან ახლოს შეიქმნება ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცე, რაც მოიცავს 25306 გახარებულ ხეს, რომელიც 1226.4 ტონა ჟანგბადს გამოიმუშავებს. გარდა ამისა, FS Special-ის კომუნიკაცია სრულად ეფუძნება გარემოს დაცვით კამპანიას. ლუდის შეფუთვაზე დატანილი QR კოდის სკანირებით მომხმარებელს აქვს საშუალება გაეცნოს ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას ტყის მეგობარი. სურვილის შემთხვევაში მასაც ეძლევა შესაძლებლობა გააკეთოს დონაცია და გახდეს ტყის მეგობარი. FS Special განსაკუთრებული ლუდის სერიაა, რომელიც ახალი ტექნოლოგიით იხარშება. ხანგრძლივი ხარშვის ცივი ფილტრაციისა და დავარგების შედეგად კი სასმელი მსუბუქ და რბილ გემოს იძენს. გამორჩეული შეფუთვა, გემო და ღია ფერის ლუდი მომხმარებელს ახალ გამოცდილებასაც თავაზობს. ცნობისთვის ტყის მეგობარი საქართველოს ტყეზე ზრუნვის მოვლისა და აღდგენისთვის საზოგადოების გაერთიანების მიზნით შეიქმნა. ტყის მეგობარი გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა და მისი ძირითადი პარტნიორი ეროვნული სატყეო სააგენტოა.